მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ მინისტრები დავალებების შესრულებას შეუდგნენ. კულტურის მინისტრი ბაგრატის ტაძარში მივიდა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ნიკა რურუას თქმით, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიდის და ტაძრის სრული რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება. ეკონომიკის მინისტრი კი კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობის პროცესს დაესწრო. ვერა ქობალიამ ასაფრენი ბილიკი და მშენებარე ნაგებობა დაათვალიერა. კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი კიევის მიმართულებით 27 სექტემბერს შესრულდება. მინდა აღნიშნო, რომ პირველი ეტაპი კადრების აყვანით დასრულებულია 100 თანამშრომელი. უკვე ამ ეტაპზე გავიდა ყველა სამივე გასაუბრების ფაზა და ეხლა გადის უკვე ტრენინგებს. დამატებით კიდევ 100 თანამშრომელი იქნება აყვანილი. ეს არის ნამდვილად ისტორიული პროექტი, იმიტომ რომ საუკუნეები ელოდა ბაგრატი და ქუთაისი და მთელი საქართველო ბაგრატის დასრულებას მისი ნანგრევებად დატოვების უფლება ჩვენ არ ქონდა და ბუნებრივია ამას ითხოვდა ჩვენი ეკლესიაც, ჩვენი ხალხიც და სახელმწიფომ ბუნებრივია ადეკვატურად იმოქმედა ამაზე. ნულოვანი სეისმიკიდან ტაძარმა აიწია 8 ბალის სეისმიკამდე. ეს არის ფაქტობრივად ძალიან მტკიცე სხეული. სამუშაოები უკვე სრულდება და თქვენ ხედავთ, რომ უკვე გადახურვამდეა საქმე. დიდებულება, რომელიც ტაძარს ახლავს, ფაქტობრივად ჩვენ გადაგვახედებს შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძალიან დიდ ისტორიაში.